გაჯეტებზე დამოკიდებულება ბავშვებში. ხელოვნურად დოპამინის ამოფრქვევის ძალიან ძლიერი მეთოდი. ეს არის დამღუპველი. დიგიტალური საშუალებებმა არ უნდა ჩაანაცვლოს ბავშვის მოძრაობა. არ უნდა ჩაანაცვლოს ბავშვის ენა. ირიხარ და იძახი, რომ ვაიმე, ბავშვი აღარ მცნობს, აღარ უნდა ჩემთან ურთიერთობა. ეს იმის შედეგია. რა არის ეს Roblox-ი, რომელშიც ჩაფლულია 6 წლიდან 18 წლამდე? რატო პატარა? ეს არის ტყე უღრანი, რომელშიც 5 წლის ბავშვს ესე შეაგდებ, ჩვეულებრივი სექსუალური თამაშის ტიპის სიმულაციები, როლური თამაშები, ზოგი პედოფილი, ზოგი მოძალადე, მაგრამ მშობელს შეუძლია ძალიან კარგად ეს გააკონტროლოს, ჯერ უნდა გამართო ჩეტი. მერე უნდა ჩართო ფილტრი, რა არის ამ პლატფორმაზე შესვლა და იქ თამაში. შენ გავიწყებს შენ რეალობას, შენ არარაობას, შენ დაბალ თვით შეფასებას, დავიწროებული გაგცნობიერება, იმიტომ რომ ამაში კარგად ახარ. და ყველა სხვა ტკივილს იწვევს. თანამედროვე აღზრდის სისტემა არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ზრდის ნარცისს. ბავშვები ყოველთვის არიან მიდრეკილი სისასტიკისადმი. ჩარჩო ჭირდებათ, დამოკიდებულება არის ტრავმის შედეგი. არ არის საჭირო ბავშვის ზედმეტი რაღაცებით დასაჩუქრება. ეხა ვიცი რომ წამოვა ჩემს მიმართ სერიოზული ქვები. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი ეპიზოდის წარმოდგენია სადაზღვევო კომპანია იმედიელი. მე უკვე წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას, სწორედ იმედიელს ვამტობ, რომელსაც ჩვენთვის განსაკუთრებით კარგი სიახლე აქვს. ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა უნო კომფორტი უკვე გამონაკლისების გარეშეა, რომელთაც სარგებლობა ულიმიტოდ შეგიძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეიდან დაზღვევა უფრო მარტივი, გასაგები და გამჭვირვალე გახდა. ჩვენი პოდკასტის მაყურებლებს კი შეგიძლიათ 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინოთ ონლაინ უნო კომფორტი. ვებგვერდს და პრომოკოდს ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში ნახავთ. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს დღევანდელ სტუმარს, ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი და თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის დამფუძნებელი, რომელიც უკვე იყო ჩემი სტუმარი ერთხელ და ისეთი გამოხმაურება ჰქონდა თამრიკოს ეპიზოდს, რომ გადავწყვიტე კიდევ მომეწვია და გვესაუბრა ძალიან აქტუალურ თემაზე. ეს არის გაჯეტებზე დამოკიდებულება ბავშვებში და მოზარდებში. თამრიკო, დიდი მადლობა, რომ დღეს ხარ ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა, უარი ვერ ვთქვი. დიდი მადლობა სალომე. მართლა ძალიან საინტერესო პოდკასტია და სიამოვნებით დავთანხმდი. მით უმეტეს, რომ ეს ძალიან აქტუალური თემაა და პირველი შემთხვევა არ არის, რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ ზოგადად. ბევრჯერ ქონია შემთხვევა ზუსტად აი ამ თემაზე საუბრის და დავამატებდეს დასრულებს. ხო. არა მარტო ბავშვებს და მოზარდებს. ხო, დასრულებშიც არის ეს პრობლემა, რა თქმა უნდა. მოდი დავიწყოთ იმით, თუ როდის იყენებენ მშობლები გაჯეტებს, ასე ვთქვათ, ბავშვის დასამშვიდებლად, გასართობად, აი როდესაც ბავშვი გაღიზიანებულია ან გაბრაზებულია, თითქოს ეს არის ერთგვარად რაღაც ემოციური საწოვარასავით, რომელსაც მიაწოდებ და დამშვიდდება. ხوار იზრდება აი ასე, ისეთი თაობა, რომელიც უბრალოდ დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებს გადაწყვეტილებებს და დამოუკიდებლად ვეღარ გაუმკლავდება თავის ემოციებს. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, სალომე, იმიტომ რომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეკითხვა. რეალურად თავისთავად გაჯეტები, ეკრანი, ტელეფონი, კომპიუტერი, ნებისმიერი ეს დიგიტალური საშუალება, ბოროტება არ არის. თავისთავად ძალიანაც კარგია. და მისი სასარგებლოდ გამოყენება დღევანდელ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარია რას ვანაცვლებთ ჩვენ ამითი. ანუ რისთვის ვიყენებთ? აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მიცნობენ როგორც მტერს ამ გაჯეტების და გაუკვირდებათ ძალიან რომ ძალიან გამომყენებელი ადამიანი ვარ სწორედ აი ამ ყველანაირი საშუალებების თამაშის ჩათვლით. ხო და ამიტომ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეც ვსაუბრობ ამაზე
და ასევე როგორც ნეიროფსიქოლოგი და ნეირომეცნიერების წარმომადგენელი. აი სწორედ იმიტომ, რომ მშობლები იყენებენ ტელეფონს პირველ რიგში იმისთვის, რომ დაამშვიდონ ბავშვი, აჭამონ. ძალიან ხშირად მშობელი ამბობს, რომ სხვანაირად არ შეჭამს. ამიტომ უნდა ჩაურთო მულტფილმი და ისე უნდა გინდა ტელევიზორში და გინდა ტელეფონში. და მოწყენილობა არ შეიძლება დღევანდელ სამყაროში. ეხლა რა ვიმართება ტვინს ამ დროს? ანუ ჩვენი ტვინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფორმირდებოდა და ონტოგენეში ზუსტად ესე ფორმირდება. ანუ რა არის, როცა მე არ ვჭამ და მაყურებინებენ რაღაცას და პირს ვაღებ ესე ავტომატურად და შიგნით საჭმელს რაღაცნაირად ახერხებს ეს დედაჩემი რომ მაჭამოს. ანუ რეალურად სიამოვნებას ვიღებ მე ამითი, კონცენტრაცია მაქვს იმ სიამოვნებაზე და ეხლა ეს მე აღმოჩენას არ ვიტყვი ეხლა, ამას ამბობს ყველა, რომ ეს არის ხელოვნურად დოპამინის ამოფრქვევის ძალიან ძლიერი მეთოდი. იმდენად ძლიერი, რომ სხვა ვერაფერს ვერ ამჩნევს ეს ბავშვი და ამიტომ პერია ღია. ეხლა როცა უნდა დააწყნარო, დაამშვიდო, დაუშვათ მოძრაობს ბავშვი, ბევრს დარბის წინ და უკან, მოიცა ეხლა მე ამას დავაწყნარებ. და ეგრევე მიაჩეჩებენ აი ამ რა ვიცი, iPads, ტელეფონს, ნებისმიერს. და მესამე, მოწყენილობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. რას ნიშნავს მოწყენილობა? ადამიანის ტვინს აქვს ესეთი თვისება, რომ მოწყენილობის დროს რა ხდება? რომ შენ ეჩვევი რაღაცა მდგომარეობას და მე ეს უბრალოდ ეს მდგომარეობას უკვე ვეღარც გრძნობ და გარედან რაღაცნაირად რაც არ უნდა მეტი სტიმული მოგდიოდეს, ან ზემოქმედებდეს შენზე, ვერც ამჩნევ. და ეს მდგომარეობა არის რაღაცა ისეთი უღიმღამო მდგომარეობა განცდისეულად რაღაცა არაფერი არ ხდება შენ თავს. აი სწორედ ეს მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენ გაგეღვიძოს ფანტაზია. რომ შენ უცბად ვიღაცამ გიჩქმიტოს, რომ რაღაცნაირად შენ ფანტაზიას მიეცეს გარკვეული მიმართულება, გასაქანი, შენ რაღაცნაირად კრეატულად შემოქმედებითად მიუდგე რაღაცას, რომ აი ახლა აი მცარელ ოთახში რო ზიხარ ტელეფონის გარეშე და შენ მოგეწყინა, რა უნდა ქნა? აი თუ შეამჩნევდით ახლა შენს დაუშვათ ჩვენი მსმენელებიც, აი დაბადების დღეზე როცა მიყავთ ბავშვები, უკვე მოზრდილები დაუშვათ, ხო იქ რა ხდება? ყველას ტელეფონები აქვს და ამ ტელეფონებში რაღაცებს შვებიან. თუ ეტყვი რომ წესი არ არის, მოდი ახლა ჩვენ ტელეფონები გადავდოთ, მათ ისინი უკვე წუწუნებენ, რომ მოწყენილობა, მოგვეწყინა, აბა რა გავაკეთოთ? არ იცის რა გააკეთოს. ეხლა მე რო გამახსენდება ჩემი ბავშვობა, ჩვენ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. მართალია ყირაზე ვიდექით და სასიამოვნო არ იყო ეს ჩვენი მშობლებისთვის და უფროსი თაობისთვის, მაგრამ სხვა გზა არ ქონდათ იმათ და ამას ჩვენივრად იტანდნენ. და ეს ხო ბუნებრივია რომ ბავშვი ყირაზე უნდა იდგეს. ხო და აი ნახეთ ეხლა მივედით დასკვნამდე, რომ რატო არის მავნე ყველა შემთხვევაში სწორედ აი ამითი ბავშვის დაწყნარება, ჭმევა, გაყუჩება, არ დაიძინებს ისე გვეუბნებიან. თუ ძილის წინ ჩვენ რაღაცა მულტფილმი არ ვაჩვენეთ. ეს არის დამღუპველი ნერვულ სისტემაზე. იმიტომ რომ ლურჯი გამოსხივება მელატონინის გამოყოფას ამცირებს. აი ჩვეულებრივად ბიოლოგიურად, ნეიროქიმიურად დავანებოთ თავი ფსიქოლოგიას და ფსიქოლოგიურად კიდე ბავშვი იგრძნება. იმიტომ რომ მისი ელექტრული აქტივობა თავის ტვინის საშინლად აგზნებულია და ის მის დაწყნარებას მოუდება მერე მთელი ღამე და მერე დადგება დილა. ესე იგი, რო დავასკვნათ, რატო არის ცუდი?
აი ეს დიგიტალური საშუალებებმა არ უნდა შეცვალოს რამდენიმე რამ ბავშვის ცხოვრებაში. დანარჩენი როგორც გინდათ ისე გამოიყენეთ. არ უნდა შეცვალოს ბავშვის ჩაანაცვლოს ბავშვის მოძრაობა. არ უნდა ჩაანაცვლოს ბავშვის ენა და კომუნიკაცია და არ უნდა ჩაანაცვლოს ბავშვის ადამიანებთან, ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა. არ უნდა ჩაანაცვლოს. ეს სამი რამ არ უნდა ჩაანაცვლოს. რატო? სწორედ იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე მაგ ახლა გავყოთ ეს, ხო? სკოლის ასაკი ცალკე ვიმსჯელოთ და სკოლამდელ ასაკზე ცალკე. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 6 წლისთვის უნდა იყოს ენა და ენობრივი სისტემები ძალიან კარგად ჩამოყალიბებული, ისე რომ ბავშვს შეეძლოს თავისუფლად დიალოგი, მსჯელობა, თხრობა, ამბის გადმოცემა, სრულიად დასრულის ლექსიკური მარაგით უკვე. სწორედ ამ ასაკისთვის ბავშვს უნდა ნებელობა ქონდეს ჩამოყალიბებული, რას ნიშნავს ნებელობა? იმპულსის შეკავებას, გადავადებას, მიზნის დასახვას. იმის ისეთი ემოციების თავიდან აცილებას, რომელიც წაგებასთან არის დაკავშირებული და წარუმატებლობასთან. იმ მომენტში რო ვერ გააკეთე, რო აფეთქდები და უკან ვეღარ დაწყნარდები, ეს რაღაცეები უკვე 6 წლისთვის ყალიბდება. აი სწორედ ტელეფონი და iPad-ი ამას პოპს. ამას ვერ აღწევს 6 წლამდე ასაკის ბავშვი. ჩვენ ეს არ არის ჩემი სიტყვები, უზარმაზარი რაოდენობის კვლევა მე მარტო მეტაანალიზების შეჯამებას მოგახსენებთ. აი ბოლო 20-დან 2020-დან 26-მდე კვლევები რას გვეუბნება ჩვენ, რომ ბავშვების მესამედზე მეტი, ვინც 6 თვიდან 1 საათს ატარებს, თუნდაც 1 საათს დროს 59%-ით მცირდება ალბათობა ენის განვითარების. 1 საათი დღეში. ყოველი 1 საათი. დღეში ეკრანთან 6 თვიდან. შედეგი ჩვენ გვაქვს ასეთი, ჩვენ არა გვაქვს საქართველოში ეპიდემიოლოგია, თუმცა გვაქვს ჩვენ შეერთებულ შტატებში, ინგლისში, სადაც პედიატრები და ნევროლოგები ბავშვთა, რა ვიცი მე, უკვე ზარი აღარ ქვია ამას. და მესამედი პედიატრთან მისული ბავშვების მესამედს აქვს მეტყველებაში შეფერხება, ენისა და კომუნიკაციის დარღვევები და შეფერხება. ეს არის ძალიან დიდი ციფრი. ენა ფერხდება, მერე წერა-კითხვა ფერხდება. მოზროვნება. მერე ბუნებრივია მსჯელობა და ასე შემდეგ. და რეგულაციაც ფერხდება. ეს ერთი. მეორე, ძალიან ხშირად თემ მსოფლიოში გაზრდილია ეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის შემთხვევები. ეს ყოველთვის არ არის ADHD? არ არის. ტვინის დეტოქსიკაციის შემდეგ თუ არ დარჩა ეს სიმპტომი, ესე იგი ეს არ არის ADHD. ჩვენ რატო ვერ ვასხვავებთ, რატო ვიჭირს განსხვავება, იმიტომ რომ 6 თვიდან გამოიყენებენ და სწორედ ეხა ADHD თანდაყოლილი გენეტიკური მდგომარეობა ტვინის მრავალფეროვანი ტვინია, სხვანაირი ტვინია, რომელიც სხვანაირად პასუხობს სტიმულებს და ეს ბავშვობიდან ვლინდება. მაგრამ აქ როგორ უნდა გაარჩიო, როცა 6 თვის ბავშვს უკვე მიაჩეჩე შენ ეს ტელეფონი და ბავშვი გახდა სრულიად აგზნებული, ჰიპერაქტიული, რატო? არ მოძრაობს. როგორი პოზა გვაქვს ჩვენ, აი რომ ჩვენ თუ შეგვიმჩნევია, ხო? აი ესეთი. ხო, კისერი წინ და თვალის მოძრაობა. თვალის მოძრაობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, მერე უკვე კითხვას რო დაიწყებს ბავშვი. ჩვენთან მოსული ბავშვების ნახევარი თვალს ვერ ამოძრავებს. მხედველობის პრობლემა კი არა აქვს. თვალის მოძრაობის პრობლემა აქვს, იმიტომ რომ არ უთამაშია არც ბადმინტონი, არც რა ვიცი, ვოლეიბოლი თუ რავიმე რასაც თამაშობენ. არ დაუჭერია. თვალს პეპელა არ დაუჭერია, იმიტომ რომ იმ პეპელას თვალი უნდა მიადევნო. ესენი არ უქნია და ის თვალის მოძრაობა ასე როა მიშტერებული ეკრანს როგორ განვითარდება.
და რა ვთქვი, ხო? მოძრაობა არ უნდა ჩაანაცვლოს. ბავშვის ტვინი ისე არის მოწყობილი, რომ 6, 5 აი ამ სენსორული სხვადასხვა არხებიდან ვსწავლობთ ჩვენ რო სიტყვა ვაშლი ვთქვათ, მანამდე უკვე უნდა ვიცოდეთ როგორ გამოიყურება ეს ვაშლი, უკვე უნდა ხელით მოვსინჯოთ, უნდა გავაგოროთ, გამოვაგაროთ, სხვანაირად ფსიქიკა ჯერჯერობით სხვანაირად არ ვითარდება და 1000 წლის მერე რა იქნება, მე არ ვიცი. ამ გაჯეტების გამო ცხადია, რომ იცვლება ეპიგენეტიკაც და არ იცვლება უკეთესობისკენ. ეპიგენეტიკური ცვლილებები ჩვენს, ასე ვთქვათ, დამემკვიდრებაში უკეთესობისკენ არ იცვლება, იმიტომ რომ ზიანდება ეს გენური საფუძვლები და შესაბამისად მერე კიდევ უფრო მოწყვლადი ხდება. ამიტომ ეს არის ერთი მოძრაობა, მხედველობა, ანუ თვალის მოძრაობა, მხედველობა კი არა. თვალის მოძრაობა მიყოლება რაღაცაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება. ყურადღება, სწორედ ADHD, ეგრე ქვია, კომპიუტერით ინდუცირებული, გაჯეტებით ინდუცირებული ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ADHD შეიძლება კონდეს ბავშვს, რომ ეს იწევს, ეს კი არ იწევს, ეს ქმნის პირობას მსგავსი, მე ესე ვეძახი ხოლმე, ფსევდო სიმპტომების აღმოცენების და ასევე სპექტრის აუტიზმის სპექტრის ფსევდო აუტიზმის სპექტრის სიმპტომების აღმოცენების. სხვათა შორის. რატო? იმიტომ რომ სოციალური უნარების და კომუნიკაციის დეპრივაცია ხდება. ამის დიფერენციაცია არ არის ადვილი. მაშინ უნდა გააკეთო დეტოქსი, მშობლებს უნდა კაცრად კონდეთ გაფრთხილება, რომ აი 2 კვირა ჩვენ ვიყოთ სრულიად უგაჯეტოთ და შევხედოთ რა მოხდება. და ეს არის კოშმარი მშობლისთვის, იმიტომ რომ რა იწყება ჩვეულებრივი ლომკა. როგორ არის ქართულად? აბსტინენციური ჩვეულებრივი სინდრომი თავისი. ტანტრუმებით და მთელი ამბებით უბრალოდ ეს უნდა გადაიტანო. ანუ ნახეთ, კი არ იწევს, აი ეს მინდა ამას ხაზი გაუსვა. არა, უბრალოდ იმის გამო, რომ ეს ხელს უშლის ყურადღების კონცენტრაციას დიდი ხნით. აბა რატო? TikTok-ი, აი ეს rilsები, რა შვება, რამდენზეა მოჭრილი? 2 წუთიანი, წუთნახევრიანი და შენი კონცენტრაცია, ესეთი ჰიპერფოკუსი არის მხოლოდ ამ დონეზე. ეს ამახინჯებს შენ მუშამახსიერებას, რომელიც მერე გჭირდება შენ სწავლისთვის. მუშამახსიერება რა არის? მიმდინარე მოვლენების ფონზე ამოცანა უნდა შეასრულო. ანუ უნდა დაიმახსოვრო რომ პირობები, რა გასაკეთებელი და თან ისიც უნდა გახსოვდეს, რასაც აკეთებ. აბა მიდი ქენი 2 წუთიანი rilsის პირობებში. არ შეგიძლია ამის გაკეთება, ეს ეხება დასრულებსაც, მაგალითად ჩემს სტუდენტებს, მაგალითად ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ვიცი მოდაშია და ფიქრობენ რომ აქვთ ADHD და მე აღმოჩნდება რომ არ აქვთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივად ან ნივთიერებაზე დამოკიდებულებით გამოწვეული და ინდუცირებული ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობა, ან თამაშებზე და დიდი ხნით დაუშვათ გამოწვეული, დიდი ხანი როცა ატარებ დროს ეკრანთან ამით გამოწვეული. მაგრამ ნახეთ აქ საფრთხილო რა არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის მქონე ადამიანი და ან აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანს არ კონდეს მიდრეკილება პირიქით. აი მე ხო მაქვს ADHD და მე მაქვს ეს მიდრეკილება. რა მიდრეკილება? აი ეკრანის გამოყენებისკენ. ეწებები. აი სწორედ იმიტომ რომ გაკლია ეს დოპამინი და ეს ანუ ნახეთ ორმხრივი კავშირია. ანუ არ მინდა რომ მსმენელმა ისე გაიგოს, რომ მხოლოდ ჯერ ერთი რო არ იწევს, ეს არ იწევს, მაგრამ მეორე ეს ქმნის ფსევდოსიმპტომებს ინტოქსიკაციის გამო. ინტოქსიკაციას ვეძახი მე ამას, მაგრამ ვისაც აქვს ეს მდგომარეობა ტვინის სიტყვაზე სპექტრი, სიტყვაზე ADHD განსაკუთრებით ეწებები ეკრანს.
ჩემზე კარგად ეს არავინ არ იცის. ხო და შეგიძლია აგვიღწერო, აი როგორ ეწებები შენ? როგორ ეწებები და აი მაგალითად ხო, აი რო გავბრაზდები ძალიან, მე რო შუთინგ თამაში არ ვითამაშო, მაგრამ ეხა ამას ვაკონტროლებ. იმიტომ რომ ეს ვიცი მე, როგორც ნეიროფსიქოლოგმა. ან მაგალითად ეს მისი რა ქვიან მაინკრაფტის თამაშს რო დავიწყებდი, მე აღარ ვამტავრებდი და არ შეიძლება ეგრე. იმიტომ რომ ეს ძალიან გეხმარება აი ამ ადრენალინის გამოყოფაში და იმ ღეროვანი სტრუქტურების ახლა არ მოვყვები აქ ანატომიებს და ფიზიოლოგიებს, ჩვენი ღერო ცუდად მუშაობს და ამიტომ ქერქით ცუდად მუშაობს, რა გძინავს ნახევარზე. ნუ twins ძინავს უფრო სწორად. ხო და ეს უნდა იცოდე. და შენ როგორ შეძელი გაკონტროლებ? იცი რა, ძალიან გამიჭირდა. ძალიან გამიჭირდა. ეხლაც მაგ ხოლმე ისინი რა ქვიან, როგორ უნდა ვთქვა, ეს რაღაცნაირად მცდელობები ხოლმე, მაგრამ ეხლა ძალიან მოკლე რაღაცა შეიძლება ვითამაშო ესე. ანუ ეს როდის ხდება? როდესაც მაგალითად როცა დაღლილი ხარ, როცა გაღიზიანებული ხარ, როცა ენერგიის, ან როცა მაგალითად რაღაცას ვაკეთებ და მომწყინდა, ძალიან მალე მწყინდება და აი მაგ ეს სურვილი რომ გავხსნა ეხა ეს თამაში და პარალელურად ვითამაშო. ხო და ამიტომ ეგრე არ არის რომ მე ჭკუას ვარიგებ სხვებს. ანუ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა რომ ეს არის ძალიან მავნე და განსაკუთრებით ADHD-ის მქონე ადამიანებისთვის. აი რაში გამოიხატება მავნებლობა? აი რაში ვლინდება შენ შემთხვევაზე როგორ? შენ შემთხვევაში ამას რომ მიეწებები მე ცუდად გძინავს და ეს არაფრით არ შეიძლება ჩვენი ტვინისთვის. ერთი, მე დროს ხო ისედაც ვერ აკონტროლებ და დროის მენეჯმენტი საერთოდ და იკარგები რეალურად. ყურადღების კონცენტრაცია კიდევ უფრო ქვეითდება. მე არ მაქვს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემა და კიდევ უფრო ჰიპერაქტიული ხდები მე, იმიტომ რომ მოუსვენრობა გეწყება ამის არარსებობის გამო. ეს არის. და როცა გინდება, აი თქვა თამაში. რო გინდება თამაში, ამის ჩანაცვლება შეიძლება სხვადასხვა რაღაცებით. ჯერ ეს ერთი უნდა კონდეს ინტერესი, ხო, სხვა და ეს ინტერესი უნდა შექმნა. უნდა შექმნა ეს ინტერესი. მეორეც ერთი რო გინდება, შეიძლება დავიშვათ აი ვისაც მოძრაობა უყვარს, შეიძლება მოძრაობით ჩაანაცვლოს, ვისაც ცეკვა უყვარს, ცეკვით ჩაანაცვლოს. რა ვიცი, ვისაც სპორტი უყვარს მაგალითად, აუცილებლად უნდა გამონახო ისეთი სფერო, რაც შენში ამ დოპამინის აწევას აკეთებს, გამოიწვევს. ჩემთვის არის მოძრაობა. სპორტი ნაკლებად. აი ჯიმს და ეგეთ რაღაცებს ვერ ვიტან, აზრს ვერ ვატან, ანუ კონტექსტი არ მესმის. ცურვა, სიარული, სირბილი ნაკლებად ეხა უკვე ჩემ ასაკში. ესეთი რაღაცა ცეკვა არის ძალიან კარგი, ვისაც ცეკვა უყვარს. ეხლა მე უბრალოდ ცეკვისთვის დრო არ რჩება ხოლმე და სპეციალურად უნდა წახვიდე, თორე რაზე ალაპარაკი ძალიან კარგია. მაგრამ აი ამას აკეთებენ ადამიანები ზრდასრულები, აი სამსახურში შეიძლება ადამიანი ლაპარაკობს ტელეფონზე და მეორე ტელეფონით თამაშობდეს. ხო და აი ეგ მცდელობა უნდა მოისპოს. იმიტომ რომ აუცილებლად ყურადღება გეფანტება, ეგ მოწყენილობისაგან და ასე ვთქვათ, მობეზრებისაგან შეიძლება ეგეთი რაღაცეები აკეთო და ეს არის ჩვეულებრივი კომპიუტერული ჰიგიენა, მესე ვეძახი მე. ჰიგიენა, ჩვეულებრივი, აი როგორც კბილებს რო ვიხეხავ და კიდე სხვა პირად ჰიგიენას ვიცავთ, ესეც არის ესეთი ჰიგიენა. აკრძალვას აზრი არ აქვს. ეს ეხება ბავშვებს, ეს ეხება მოზარდებს, ეს ეხება დასრულებს. ვერ აკრძალვარ, როცა არის ტექნოფეოდალიზმი დგება. ცოტა ხანში ჩვენ ვიქნებით ტექნოფეოდალურ ხანაში. ეხა აქ არ არის იმის დრო, რომ აქ ამაებზე ვისაუბროთ, ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა. არც ისეთი სახარბიელო, მაგრამ ამ პირობებში როგორ უნდა აკრძალო ეხლა, როცა ყველა ტელეფონზე და იმას, ეხლა არ რეალისტურია, ხო? 2 წლამდე უნდა აკრძალო. 2 წლამდე ვარ კატეგორიული, 2 წლამდე საერთოდ არ უნდა კონდეს ბავშვს შეხება, იმიტომ რომ ამ დროს ვითარდება და ყალიბდება ბავშვის ტვინის ყველა სისტემა რეალურად რა, ენის ჩათვლით.
და ის ეფემერაი კვლევები რას გვეუბნება? ეფემერაი კვლევები, ანუ ნეიროვიზუალური საშუალებები, სულ თანამედროვე გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც 6 თვიდან ატარებენ, განსხვავებით სხვა ბავშვებისგან, ვინც არ ატარებს დროს გაჯეტებთან, თეთრი ნივთიერების სტრუქტურა იცვლება. რა არის თეთრი ნივთიერება? ნეირონი შედგება თეთრი და რუხი ნივთიერებისგან. თეთრი ნივთიერება არის მავთულები. ანუ მიელინის გარსიანი ნერვები, რომლებიც ატარებენ აქეთ-იქით იმპულსებს და აკავშირებენ ჩვენი ტვინის სხვადასხვა ნაწილებს ერთმანეთთან. აი სწორედ ბროკას და ვერნიკეს ზონა არის ესეთი ზონები, მეტყველების სამეტყველო ზონები თავის ტვინში, სწორედ მაგ უბნებში განსაკუთრებით ეს თეთრი ნივთიერება არ ვითარდება ისე როგორც საჭიროა და ეს არ არის ფსიქოლოგების მოსაზრება, ეს ჩანს პირდაპირ და ბევრი სხვადასხვა არ შეგაწყენთ თავს ნეიროვიზუალური საშუალებები ჩვენ გვეუბნება, რომ ბავშვის ტვინის სტრუქტურა და ეფემერაი კვლევები კი არა, უკვე პეტ კვლევებია, სადაც პირდაპირ განათებული ჩანს ესეთი ფერებში თავის ტვინი, რომელი უბნები არის ჩამქრალი, უბრალოდ არ რეაგირებს. ცოცხალ რეალურ სიტუაციაზე ტვინი აღარ რეაგირებს და ეს არის ტრაგედია. იმ ჰიგიენას რო დაუბრუნდეთ, შენ თქვი, რომ აკრძალვას აზრი არ აქვს, აკრძალვას აზრი არ აქვს. ჰიგიენა უნდა დავიცვათ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჰიგიენა რა არის და ეს? ჩვენ უნდა როცა ვამბობთ, რომ რამდენჯერ უნდა ითამაშოს, რა უნდა გააკეთოს და ასე შემდეგ. ეს არ არის რომ მარტო შენ შულს უბრძანო, რომ ეხლავე გამორთე ტელეფონი და ასე შემდეგ და ეს არა 11 წლის ასაკში უბრძანო, უკვე გვიან არის. 7 წლის ასაკშიც გვიან არის. ჩვენ ამ ჰიგიენას, როგორც კბილის გახეხვას, ხელის დაბანას ვიწყებთ დაბადებიდან 2 წლამდე, როცა ბავშვს არ აქვს შეხება და 2 წლიდან უკვე აქვს შეხება, ეს არის 9 საათიდან 1 საათამდე, ჩვენ რა ვთქვით, რომ ამან არ უნდა ჩაანაცვლოს მოძრაობა, კომუნიკაცია, სოციალური ურთიერთობა და რეალურად ეს მოწყინების, ასე ვთქვათ, კრეატულობა, ხო? ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ენა არ უნდა ჩაანაცვლოს. აბა რა ვშვებით? აი დაახლოებით 9 საათიდან 1 საათამდე, როცა ჩვენ თავაზობთ ბავშვებს, კი ბატონო, აი ვაძლევთ ტელეფონს თუ ვაძლევთ ან ვურთავთ ტელევიზორს ან ვაძლევთ iPad-ს და ტელევიზორი მინდა გითხრათ უფრო უარესია. მეც მეგონა რომ ეგრე არ არის. ბოლო კვლევები გვეუბნება რომ აი ფონორად ჩართული, აი ჩემთვის იყო აღმოჩენა. მეც არ ვიცოდი ეს რომ აი ხშირად მithქვია მშობლისთვის რომ კი ბატონო ტელევიზორს არა თურმე არა რა კი ბატონო ფონურად როცა არის ჩართული ტელევიზორი როცა არ უყურებს ბავშვი ამ ტელევიზორს იცით რატო არის მავნე ნაკლებად ელაპარაკებიან ამ დროს ბავშვებს მშობლები ყველა უყურებს იქ იმას ანუ მშობლებმა უნდა გათიშონ თავისთვის ხო და აი ეს არის ჰიგიენა რაში მდგომარეობს რომ ჩვენ სახლში და მე ვნახავთ რატო არის ამის ეს რატო არ უნდა დარჩეს ლოზუნგად რატო არის ეს თითქოს შეუძლებელი მაგრამ მაინც შესაძლებელი ჩვენს ამ თვალსაზრისით დიგიტალურად გაუნათლებელ არ შემეშინდება ამ სიტყვის დიგიტალურად სრულიად გაუნათლებელ სამყაროში, იმიტომ რომ არც ამერიკაში და არც ევროპაში ესე არ ხდება. ლაპარაკი არის განათლებულ ადამიანებზე, რომლებმაც იციან ამას რა შედეგი მოყვება და თვითონ ამ გაჯეტების შემქმნელი ადამიანებთან ხო ვერ ნახავ საერთოდ არც ტელეფონს და არც iPad-ს. და ეს არ არის ზღაპარი, ეს რეალური რაღაცაა და რომ მოусმინოთ მათ ინტერვიუებს ყველასას, ნახავთ როგორ ასწავლიან თავის შვილებს. როგორ ასწავლიან სულ სხვანაირად, არა ისე როგორც ჩვენ. და ეს ჰიგიენა სწორედ ამას გულისხმობს, რომ შენ ხარ მის გვერდზე, ესე არა, გენაცვალე, რომ მიაჩეჩებ ხელში ტელეფონს და შენ საქმეს აკეთებ. ანუ ჩვენ რეალურად ესე ვაკეთებთ, რა ვქნათ აბა, ხო? რომ შენ სადილი გასაკეთებელი ეს უკან დაგდევს. და უნდა მიაჩეჩო, სხვა გზა არა გაქვს. აი ადვილია ამის ლაპარაკი. აბა მიდი გააკეთე, ძალიან რთულია. მის გვერდზე უნდა იყო.
ამ ორი საქმის შეთავსება შეიძლება. დგავ ტელეფონს, ხარ სამზარეულოში, ესეც აქ დაბოდიალობს ამ სამზარეულოში ბავში. იქ არის და თქვენ ერთად უყურებთ ამ რაღაცას. თქვენ ახლოვანებთ. რას ცulis ეს? ნახე, შენ გაქვს უშუალო ცოცხალი კომუნიკაცია. ეს არ ჩაანაცვლებს შენ ურთიერთობას ბავშვთან. ეხლა არ ჩანს და 11 წლის ასაკში და 10 წლის ასაკში რომ მოიკეტავს თავის გარებს და მერე რო ფსიქოლოგთან მირბიხარ და ტირი ხარ და იძახი რომ ვაიმე ბავშვი აღარ მცნობს, აღარ უნდა ჩემთან ურთიერთობა, ეს იმის შედეგია. ეს არის იმის შედეგი. და უკვე გვიან არის. ამიტომ 2 წლიდან შენ საქმეს აკეთებ, კი ბატონო, იქვე ხარ, რეპლიკებს ახორციელებ იმასთან დაკავშირებით, რასაც ბავშვი უყურებს, რომ მასთან კონდეს შენ კონტაქტი და კომუნიკაცია. აი დაღლილი მოხვედი სამსახურიდან, ხო? აი თავი არ აქვს არაფრის. და ცოტა ხანი გინდა მე ვეძახი ხოლმე ზარმაცი მშობლების თამაშებიც არსებობს რა. აი მამებმა იციან, მამებს კარგად გამოსდის. წამოწვევა მამა, რასაც მივესალმები ძალიან. და რაღაცას ეუბნება, რომ მოდი აი ეს ვითამაშო. თვითონ წევს არის დაუშვათ იქ, რა ვიცი, ავანტყოფი მაგალითად და ესენი დარბიან გარშემო ექიმები, ზოგი ეს არის, ზოგი ის არის. იგივე შეიძლება პლანშეტზეც. თამაშობენ ბავშვები, შენ ხარ წამოწოლილი დივანზე და იქიდან რეპლიკებს ესურე. შენ ხარ მათთან კონტაქტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ხო, ვითომც არაფერი. ვერ აკრძალავ, მაგრამ შენ იმ მომენტიდან ხარ მათთან კონტაქტში, რომ მარტო არ არიან დატოვებული რაღაცა უსულო ობიექტთან, რომელიც სულიერი ობიექტი ხდება, მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის პერიოდში, მეგობრებო, რომელიც ხანდახან მეც მეჩვენება, რომ სულიერი ვინმეა, ისე გელაპარაკება და ეს არის აი რაღაცა მომენტები მქონია, რომ შემშინებია, როცა ვიყენებ. წლებია, რაც ჩემი საქმიანობა წამოვიწყე სოციალურ ქსელში, მხოლოდ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობ, რომლის მომხმარებელიც ვარ ან ვენდობი. სწორედ ასეთი კომპანიაა იმედიელი. უკვე წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას სწორედ იმედიელს ვანდობ. კომპანიას ჩვენთვის განსაკუთრებით კარგი სიახლე აქვს. ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა, უნო კომფორტი უკვე გამონაკლისების გარეშეა, რომელთაც სარგებლობა ულიმიტოდ შეგიძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაზღვევა დღეიდან უფრო მარტივი, გასაგები და გამჭვირვალე გახდა. მომხმარებლებს აღარ მოგვიწევს გამონაკლისებში გარკვევა და უფრო მარტივად შეგვეძლება ავარჩიოთ ჩვენს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი. პოდკასტის მაყურებლებს კი იმედიელი გთავაზობთ 15%-იან ფასდაკლებას უნო კომფორტზე, რომლის შეძენაც ონლაინ შეგიძლიათ. ვებგვერდი და პრომოკოდი ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში დაგხვდებათ. იმედიელი უკვე 31 წელზე მეტია მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ დაზღვევას თავაზობს და დღეს უკვე 270,000-ზე მეტ დაზღვეულს ემსახურება. იმედიელი ესაა დაზღვევა, რომელსაც ირგებთ. გასულიერებაზე რომ ვსაუბრობთ, დღეს ძალიან პოპულარულია თამაშები ბავშვებში. არის ესეთი Roblox-ი, რომელიც არ ვიცი, სულ ეგ მესმის. თამაში არ არის, დავიწყოთ აქედან. ხო და რა არის ეს Roblox-ი, რომელშიც ჩაფლულია 6 წლიდან 18 წლამდე და რატო პატარა არა? უფრო პატარა. აბარა. ხო და რა არის ეს Roblox? ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი. ეს არ არის თამაში. აი, უნდა შეხვიდე და ნახო. დიდი ან პატარიანა? ზის შიგნით. რატო? ეს არის ეკოსისტემა დიდი. წარმოიდგინე YouTube-ი, უფრო დიდი კიდე, სულ თამაშები. ოღონდ თვითონ Roblox-ი ამ თამაშს არ ქმნის. ეს არის პლატფორმა. პლატფორმა, შენ და მე შეგვიძლია ხა შევიდეთ, შევქმნათ თამაში, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და ეგრევე ქვია experiences. გამოცდილებები. ეხლა წარმოიდგინე მთელი მსოფლიო თავისი კარგი, ცუდი და პათოლოგიური გამოცდილებებით არის შიგნით. წარმოგიდგენიათ ეს რა არის? ეს არის ტყე უღრანი, რომელშიც 5 წლის ბავშვს ესე შეაგდებ და წარმოდგენა არა გაქვს.
უფასოა ერთის მხრივ და ჩვენ ვნახავთ რომ ეს მთლად უფასო არ არის. მე ითხოვს რაღაცა. მე რობუკებია თუ რაღაცა ეგეთები თავისი ფული და აი მithumetes ეხა ცოტა მოზდილი ბავშვი რო ხარ, ღარიბი გმირი არ შეიძლება ყავდეს. მონეტიზაციაა ჩვეულებრივი. ოღონდ გზადაგზა. ეს ერთი. მეორე, იქ არის იმდენნაირი შინაარსი, კი უწყინარი თამაშებიც არის. უწყინარი რაღაცა ესეთი თამაშებიც არის, როგორ არა, მაგრამ ამ უწყინარი თამაშების იქით არის იმდენი სისხლისღვრა, ძალადობრივი თამაშებიც კი არ არის. ზოგი არის სიმულაცია. თქვენ წარმოიდგინეთ აი ქორდებია ეგეთი ჩვეულებრივი სექსუალური თამაშის ტიპის სიმულაციები, როლური თამაშები, ჩვეულებრივი თამაშები, ნებისმიერი ტიპის. წარმოგიდგენიათ ეს რა არის? მიჩვევა იცი ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ შენ გადადიხარ ერთიდან მეორეში და ყველაზე საშიში. შიგნით არის ჩასენებული ჩეტები. ანუ შეგიძლია რომ თან ჩეტში მეგობრებს, უცნობებს, ნაცნობებს და შეგიძლია Snapchat-ზე გადასვლა. ეხლა Snapchat-ი რა არის? სხვათა შორის ევროპაში და ამერიკაში სამწლამდე აკრძალულია. რატო? მულტიმედიაა. აი, კარგია ესე შორს რო არის შენი ახლობელი, შვილი, ქმარი, ცოლი, შეყვარებული, რა ვიცი, ესე ვიდეოებს იღებ და უგზავნით ერთმანეთს. ეხლა წარმოიდგინეთ პატარა 6 წლის ბავშვი. ვიღაცა ტიპი შემოდის მის ჩეტში, რაღაცებით ასაჩუქრებს, აი სიქარი სპეციალური რაღაცა, ამ საჩუქრებზე კიდე ცალკე ვილაპარაკებ, ეს მაშინვე დაჯილდოვება, კიდე უფრო მწირს ხდის ჩვენ ნებელობით სისტემას, რომ გადავადებული დაჯილდოვებას აღარ ელოდები, რომ ეხლავე გინდა, ეხლავე. ის ვიღაცა უცნობი, რა ვიცი მე, ზოგი პედოფილი, ზოგი მოძალადე, ზოგი, რა ვიცი მე, ტრაფიკინგის წარმომადგენელი, რავი, ყველანაირი შეიძლება შიგნით იყოს. და გეტყვის რომ მოდი ჩეტში გადავიდეთ, ის არ იფილტრება სხვათა შორის. იმას ერთადერთი საშუალება აქვს და აი აქ მივედით ჰიგიენაზე, ვერ აკრძალავ. მაგრამ შობილ შეუულია ძალიან კარგად ეს გააკონტროლოს, როგორ ოღონდ თავის სახლში ცხადია, ეხა ბავშვი რო ეზოში ჩავა და იქით რო გავა, ეს მეორე საკითხია. მოდი ჯერ ამ საკითხს მივხედოთ, ხო, პირად ჰიგიენას. ჯერ უნდა გამართო ჩეტი. იქ არის სპეციალური ვარიანტები, ჩეტი უნდა გამართო, რომ Snapchat-ზე და ეგეთ რაღაცებზე არ გადავიდეს. ეს ერთი. მერე უნდა ჩართო ფილტრი პლუს 13 წლის კონტენტი რო ამოიღო. თლიანად. ესეც შეგიძლია. ანუ ბევრი რაღაცა შეგიძლია, ამიტომ უნდა იცოდე მშობელმა, უნდა შეხვიდე შიგნით, მაგრამ შენც რო დაინტერესდე და ჩაგითრიოს, მე სად მიდიხარ? და არის მაგარი ჩამთრევი, მინდა გითხრა. იმიტომ რომ იქ არის ისეთი რამეები, რაც ჩემ ფანტაზიას, აი პათოლოგიურ ფანტაზიაშიც რო არ დაგესიზმრება. მაგრამ ბავშვისთვის არის მატრაუმირებელი. 5 წლის ბავშვი რომ მოხვდება მან. ბავშვებს აქვს შიშები. მე კარგად რო გამოკითხავ, მე აღმოჩნდება რომ იქ რაცხას უყურა მეზობელთან. რას უყურა ალბათ რაღაც ესეთებს. და ეს არის ისეთი ტრავმა, ისეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა ბავშვის ძალიან სრულიად მოუმწიფებელ ფსიქიკაზე, რომ მთელი ცხოვრება შეიძლება ესე დარჩეს. აღარ ვლაპარაკობ უძილობა, აგზნებულობა, ასე შემდეგ ეგეთ რაღაცეებზე და მიჩვევა მერე. მიჩვევა ჩვეულებრივი, იმიტომ რომ გადადიხარ, გადმოდიხარ და უსაფრთხოებაზე აღარ ვლაპარაკობ. იმიტომ რომ თვალსა და ხელს შუა შეიძლება ბავშვს ვიღაცამ ძალიან სერიოზულად ზიანი მიაყენოს, ესე remote ზიანიც მიაყენოს, აი ეგეთი როცა დისტანციაზე ხარ და შეიძლება მე ძალიან კარგადაც არა დისტანციურადაც ის არის გაგრძელება ხოლმე მერე ამბების. ვინ არის ამის გამკონტროლებელი? ამიტომ ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე დაიწყო სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, უკვე ცდილობენ რომ ავკრძალოთ, აი სისულელე, ვერაფერსაც ვერ აკრძალავ. ეხლა რაღაცა ამას წინათ ვკითხულობდი, ევროპაში აკრძალეს, რა უნდა აკრძალო? ვერაფერსაც ვერ აკრძალავ. მე არა ვარ საერთოდ ზოგადად აკრძალვის მომხრე, არც ასეთის, არც ისეთის, იმიტომ რომ
რო აკრძალავ, ეს არის ესეთი ხილი, რომელიც აკრძალული, რომელიც უფრო გინდება. აბა რა უნდა ვქნათ, ნახე, შენ სახლში ყველაფერი წესრიგში გაქვს. შენ სახლში უფროსებსაც გაქვთ წესი, 2 წლიდან წესები გაქვს, ეს არის პირადი ჰიგიენა. შეიძლება ტელეფონი საერთოდაც არ გქონდეთ. ტელეფონი არის ეგეთი შემთხვევები. ანუ ისეთი ტელეფონი რო დაურეკო უბრალოდ. აი ეგეთ შედის ჰიგიენაში. შავ-თეთრი ტელეფონები და მარტო კომუნიკაციისთვის ტელეფონები არ არის მიმზიდველი. მშობელი რითი იმართლებს თავს, რომ მე მინდა ჩემ შულთან კომუნიკაცია, მე უნდა ვიცოდე სად არის, რა ვიცი მე. არც იცოდნენ ჩვენმა მშობლებმა სად ვიყავით, მაგრამ კი გადავრჩით, რა ვიცი. ხო, მაგრამ აი სულ რო შავ-თეთრი ტელეფონი იყოს შენ შულთან საკომუნიკაციო. ის ბავშვი მიდის მერე სკოლაში და იქ აქვს ბოლო მოდელი. ბოლო მოდელი. აი მოვედით. ესე იგი, სახლში რა ვშვებით, პირადი ჰიგიენა გვაქვს. ჩვენ გვაქვს წესები, ჩვენ შეიძლება გქონდეს სპეციალური სამარხი დავარქვათ, ყუთი დავარქვათ, სადაც ყველა ვინახავ ტელეფონებს და მშობლისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება 24 საათი სამსახურის საქმეებზე იყოს ჩამოკიდებული. ეს შენთვისაც ჰიგიენაა, რომ ცოტა ტვინმა შენმა დაისვენოს და იმ სამსახურმაც გაიგოს, რომ შენ გაქვს პრივატული ცხოვრება. სხვანაირად მუშაობას და პირად ცხოვრებას ვერ დააბალანსებ. ეხლა ხო მოდაშია პირადი ცხოვრება, სამუშაოს ბალანსი, როგორ უნდა დააბალანსო? და მერე შენი სამსახურიც მიხვდება, რომ 6-7-ის მერე აღარ აიღებ ყურმელს საერთოდ, რა, რომ დაიქცეს ქვეყანა და უცხოეთი რო ვბაძავდ და ევროპა რო გვინდა, იქ ეგრეა. ხო და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ეს არის პირადი ჰიგიენის ელემენტები, წესები. 2 წლიდან იცის ბავშვმა, რომ მარტო 9 საათი აქვს. მერე 5 წლიდან იცის, რომ 1 საათი აქვს თუ 1 საათი 9, იცის როდის. ჯერ ეს, მერე ის. ეს სახლში. ეს რაც მაგრამ სახლში ძალიან მნიშვნელოვანია ეს წესები. იმიტომ რომ ეს წესი მარტო კომპიუტერის და გაჯეტის წესი კი არ არის. ზოგადად, ხო. ეს წესი არის რეალურად. კიდე იცი რისი წესი? რომ შენ მოთხოვნილებას ავადებ, რომ ჯერ უნდა ვიმეცადინო და მერე მაგ გაჭედე. ნებისყოფის გავარჯიშე. ჩვეულებრივი. იმიტომ რომ მერე უკვე უმაღლეში რო აბარებ და სკოლაში უკვე ბოლო კლასებში თავი არა გაქვს არც მეცადინეობის, არც იმიტომ კი არა რომ ინტელექტი არ გივარგა. აი ჩვენთან ამ ბოლო პერიოდში მოდიან ბავშვები, ჩემი თანამშრომლები მეუბნებიან, რომ კაცო არაფერი არ ჭირს ამ ბავშვს, მაგრამ მაინც ვერ სწავლობს. ანუ ჩვეულებრივი კარგი ინტელექტის რა ჭირს? მე ამას ვეძახი ტვინის გამედუზებას. ტვინი გამედუზებული აქვს, აი ძალიან ცუდი შედარება, მედუზა აქვს ტვინ, მედუზას ნაირი ნივთიერება აქვს უკვე ტვინის მაგივრად, რატო? იმიტომ რომ ძალისხმევა არ იცის რა არის. იმპულსის შეკავება არ იცის რა არის. დაბრკოლების გადალახვა არ იცის რა არის. არავის არ უსწავლებია, იმიტომ რომ მოწყენილობა როგორ შეიძლება ბავშვს კონდეს მოწყენილობა და სტრესი. და ის 24 საათი არის კომპიუტერთან, ეგ სტრესი არ არის ოღონდ. ეგ არ იცის, ხო? არ იცის თვითრეგულაციის ამბავი, სიბრაზე როგორ არეგულიროს და პატარა რაღაცაზე, წაგებაზე, წარუმატებლობაზე და ეგეთ რაღაცეებზე არ უნდა იმუქრებოდეს, რომ ეხა ფანჯრიდან გადავხტები, ანუ იმპულს ვერ იკავებდეს. ეს სწორედ ამის შედეგია. და 2 წლიდან როცა ამ პირად ჰიგიენას ესე იცავ ბჭყალებში, გაქვს წესები ამის შესაბამისი. შენთვის ესე არ არის რომ მამისთვის შეიძლება და შენთვის არ შეიძლება. არც მამა შენისთვის არ შეიძლება. და ეს ისე კარგად მოქმედებს დასრულების ფსიქიკაზეც. არც ისინი არიან გაღიზიანებულები, განერვიულებულები და ასე შემდეგ. კარგად ძინავთ და ყველაფერი უნდა გამოტანილი იქნეს საძინებელი ოთახიდან. ხო, საძინებელი ოთახში არ უნდა იყოს ცისფერი სინათლე, არც ტელევიზორი, არც რა ვიცი მე ეს გაჯეტი, არაფერი. მაგრამ მშობლები იყვნენ, რომ ამ ყველაფერს ვიცავ, საძინებელში აკრძალულია, სამარხით გვაქვს. თან ბავშვი, რომელიც ასეთი კონფორმულია, განსაკუთრებით მოზარდი, მისი წრე არის ყველაფერი მისთვის, მისი კლასელები ყველაფერია მისთვის. და ამ კლასელებს აქვთ აი ეს ტელეფონები. არის შემთხვევები, ხო, და სოციალურ შფოთვასაც ეს აძლიერებს ძალიან. ანუ აი ჩვენ ვთქვით, რომ სოციალური და კომუნიკაციური უნარები არ უნდა ჩაანაცვლოს ამან. და
ემპათიას ახშობს. აი ჩვენ ხო ჩივი ვართ ახლა ჩვენ ახალგაზრდებზე რომ აი არ არიან ეგოისტები ხო ან არიან. თანაბრად შენ თვითონ ქენი და არ აქვს კომუნიკაცია. არა, კურთვალებში არ გიყურებს. ვერ კითხულობს, იმიტომ კი არა რომ ემპათია არა, არიცის. ანუ უნარია დაჩლუნგებული. თვალებში არ გიყურებს, იმიტომ რომ სულ იმას უყურებს. აი ქუჩაში დააკვირდით რა. აი მე სულ მაინტერესებს ქუჩაში რომ დავდივარ, აქეთ-იქით ვიყურები, ჩემი მდგომარეობიდანაც გამომდინარე. და ისედაც როგორც ფსიქოლოგი. აი შეიძლება დაგეტაკოს ტიპი. საერთოდ არ იცის ქუჩაში რა ხდება. წარმოიდგინე. სად არის, რას აკეთებს, რა შვება, არ იცის, ნუ. და მით უმეტეს ემოციური მიმანიშნებლები, აი ხა მე და თქვენ რო ერთმანეთს უყურებთ, თუ სახეზე მოგეწყინება, თუ გაბრაზდები, ან იყო ხუნდა მიხვდე და ვერ ხდება, ვერა. ამიტომ ფიქრობენ ხოლმე რომ სპექტრიაო, იმიტომ რომ სპექტრს აქვს ეს თვისებები და ინდუცირებული მდგომარეობაც ამ თვისებებს აი ესე ახშობს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ჩვენ მშობლებს ვეუბნებით, რომ ეს უნდა იყოს პასპორტი შენიშნული. ანუ ნახეთ, მე არა ვარ იმის მომხრე, რომ აი რეცეპტები გავეცით ეხლა და ყველასთვის ერთნაირია. ბავშვს ვისაც უჭირს კომუნიკაცია. აი მაგალითად ასპერგერის სინდრომის, როცა აქვს, ცხადია. ბავშვს, რომელსაც სოციალური შფოთვა აქვს აშინელი და ესე უჭირს გასვლა გარეთ. ამ ბავშვებისთვის ცხადია ზომაწონით და ცხადია წესების დაცვით, მათ აუცილებლად ჭირდებათ აი ეს თამაშიც, კომუნიკაცია, მედია საშუალებებით და აი ამ სოციალური მედიით და ეს ყველაფერი. ეს არის მათი პასპორტი, მათი ავტორიტეტი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მათი თვით დაჯერებისთვის აუცილებლობა. მაგრამ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევები და ამას ჩვენ წყვიტავთ მშობლად, უბრალოდ მშობლთან ერთად. იშვიათი შემთხვევები. ხო, აი ცხადია, როცა სოციალური შფოთვა ხშირი არ არის, ასპერგერი არ არის ესე ხშირი, ხო, როცა ბავშვი ძალიან მაგრა თამაშობს და მეტი სხვა მისთვის ხვანაირად ვერ მოიწონებს თავს. ვერ. და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო გააჩნია სიტუაციას, კონტექსტს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ესეზე პირად ძალიან რთულია საუბარი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ჩვენ ვთავაზობთ მშობელს, რომ ეს კი არა უკრძალოს პირიქით. ეხლა რაც შეეხება თქვენ კითხვას, ეს არ არის ადვილი. ჩვენ ვართ კონფორმისტები, კი, ვითომ ვართ, ვითომ არა ვართ, ვითომ რევოლუციონერები ვართ, ასევე, მაგრამ ჩვენ არა ვართ ასერტიულები. რა არის ასერტიულობა? არის სხვა ადამიანის შეურაცხყოფის და მისი დამცირების გარეშე შენი პოზიციის დაცვა. აბა მიდიქენი. და მით უმეტეს როცა მოზარდი ხარ. როცა იცი, რომ უნდა თქვა არა. აი მაგალითს მოვიყვან. არის ეგეთი მდგომარეობა, ამას წინათ მქონდა მშობლებთან ურთიერთობა, ცელიაკია ეგრე ქვია. ეს არის მე თვითონაც მაქვს ეს გლუტენის აუტანლობა და ამიტომ ჩემთვის ახლოა ეს. ახლა მართალია მე სიბერეში დამემართა, მაგრამ ამ ბავშვებს თავიდანვე არ აქვს შესაბამისი გენეტიკური მდგომარეობა. არ ეჭმევათ. წარმოიდგინე, არ ეჭმევათ, რაც ეჭმევა ყველას, განსაკუთრებით თავშეყრის ადგილებში. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? ბავშვი არის გამორჩეული მარტო იმიტომ, რომ კაპკეიქს ვერ შეჭამს, ნამცხვარს ვერ შეჭამს, ტორტს ვერ შეჭამს, უბრალოდ პურს ვერ შეჭამს, ბუტერბროდს ვერ შეჭამს. წარმოგიდგენიათ ეს რა არის? და მშობელს სხვა გზა არ აქვს. ამიტომ ნახე მშობელი აჩვევს ბავშვს ასერტიულობას ამ მიმართ. ხო მიაჩვია. როგორ? აი მიაჩვია ესე. ძალიან ბევრი მშობელი სხვათა შორის ცდილობს, რომ თავისი ნაწარმიც გაასინჯოს სხვა ბავშვებს, რომ იმ ბავშვებმა და მე ვიცი მშობელი, რომელმაც სპეციალურად კაფეც კი კაფე კი არა, აი დაუშვათ სპეციალური ნამცხრების საცხობი გააკეთა, უგლუტენო და აი ესეთი. არ ვისაც დიაბეტი აქვს ბავშვს. რამდენ ბავშვს აქვს დიაბეტი? კი არ არის ადვილი. და ბავშვს ვასწავლით ჩვენ სულ პატარობიდან, რომ თქვას არა ამეებზე. და როგორ აჯერებ, რომ ისე რომ ბავშვობიდან, ნახე, ბავშვობიდან, სულ პატარობიდან ბოდიში, ხელების ქნება ჩემი ყველაზე სუსტი მხარეა. ბავშვობიდან, პატარობიდანვე შემეცნებითი
კოგნიტური ამბიდან შედიხარ, რომ ეს არ არის სასარგებლო ამიტო და ამიტო, ეს ამიტო და ამიტო და ჩვენ ორგანიზმს რა ემართება, უпростորად მის ორგანიზმს, ოღონდ ისე რომ ძალიან არ შევაშინოთ ბავშვი ხა აქაც არ უნდა გადავღუნოთ ჯოხი და ბავშვს არ დავმართოთ ანორექსია ან კიდე სხვა რამე, მერე მომავალში ზომიერად უნდა ბავშვი იყოს გათვითცნობიერებული, საერთოდ ყველაფერში გათვითცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია და ესევე უნდა ავუხსნეთ ამ გაჯეტის ამბავი. ხო, აი პარალელი რო გავალოთ, როგორი იყოს ბავშვი ასერტული, ანუ რას გულისხმობთ, როდესაც ჩემ მშობელი სახლში ეს სახლის ჰიგიენა რო გაქვს ეს დიგიტალური, ამას იცავ, ასე ცხოვრობ, მერე მიდიხარ სკოლაში და იქ თურმე სხვა წესები. უნდა გაიტანო შენი. ეს ერთი. მეორე, ძალიან ბევრ ევროპულ და ამერიკულ სკოლაში გაჯეტი არ არის, უпросторად ეს ტელეფონი აკრძალულია. ხო, აქაც არის სკოლები. რო აი დაგატოვებინებენ ისე ხო, წესით ყველა სკოლაში ესე უნდა იყოს, მე რომ მკითხო. და გერმანიაში მაგალითად მე მახსოვს რომ მე ჩავარდი შოკში. ინტერნეტი არ იყო სკოლაში. არ არის და მორჩა. ეხა იქ კიდე სხვა საკითხია, იქ საერთოდ ზოგადად ეს ქსელი ძალიან ცუდად მუშაობს და საერთოდ რა ვიცი ხა განვითარებული ქვეყანაა და მე მაგალითად ძალიან დისკომფორტში ვიყავი ყველგან. ვერა, აი ძალიან ისეთი პრობლემა იყო, ხო, ანუ შენი უნდა კონდეს მუდმივად. უბრალოდ არა, ჩემიც კი მქონდა, მაგრამ ინტერნეტი არ იყო. ესე რომ დაუშვათ იქ რაღაცა კიდე გაგეკეთებინა ან მულტიმედია ჩაგერთო იქ სკოლაში ან რაღაცა გაგეკეთებინა. ხო, მაგრამ ჩვენთან სხვა რეალობა. აქ მშობლები ყიდულობენ შვილებს. აი, მანდ მივედით ახლა. ახალ ტელეფონი. მივედით აღზრდის საკითხზე. ყველაფერი ხო აღზრდას უკავშირდება. კი, მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ მარტო მშობელს ჩვენ არ ვადანაშაულებთ პირიქით. მე პირადად მიმაჩნია, რომ მშობელს ძალიან ბევრი მხარდაჭერა ჭირდება დღევანდელ დღეს, იმდენად ბევრი გამოწვევის წინაშე დგას ეს საწყალი მშობელი, მაგრამ ნახეთ, რა არის ფასეულობა ჩვენ საზოგადოებაში, მატერია. მივედით აქამდე. მატერია, სტატუსი, რას ნიშნავს? გაცვია ბრენდი, გიჭირავს ბრენდი, ამ ბოლო დროს რა ვიცი მე რაღაცა ბირკინის იმებზე ერთი ამბავი რატო ვერ გავიგე ვერაფრით არ მესმის ეგ საკითხი. უნდა გეჭიროს ეხა რომელია მოდაში მე-16 უკვე შემოვიდა. უკვე მე-17 ყოფილა და ნახეთ ბავშვი უყურებს ხვებს. ცხადია, ბავშვის რეაქცია ყოველთვის ესეა, მეც მახსოვს ჩემი თავი. და ჩემ დროს კიდე ეგეთი განსხვავებები არ იყო, ხო? მაინც მქონდა პრეტენზია რაღაცეებზე. და ბავშვი ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ბავშვის, მაგრამ აქ მთავარია მშობელი რას ეუბნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მშობელი შეიძლება ისიც კი არ უთხრას, რომ ეხა ჩვენ ამის ფული არ აქვს, რო გვაქვს, მაგრამ მაინც არ ვყიდულობ. გვაქვს ფული, მაგრამ არ გიყიდი და იცი რატო? იმიტომ რომ ეს არ განსაზღვრავს შენ პიროვნებას. არა აქვს მნიშვნელობა ხელში როგორი ტელეფონი გეჭირება. ეს უნდა უთხრას ბავშვმა, ავტორიტეტმა, მშობელმა ბავშვს და არ ეუბნება, არ დამეჩაგროს შვილი, არის ჩვენი მთავარი ფორმულა. სტრესში არ ჩავარდეს და ამისგან ტრავმას არ იღებენ. არასწორად ვიყენებთ სიტყვებს ტრავმა და სტრესი. ჩვენ საზოგადოებაში, რაც აყენებს ბავშვს ტრავმას, იმას უხვად გავცემთ. და რაც ბავშვს სტრესში აგდებს, იმას ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას. და რაც არა, იმას კი. ამიტომ პირველი, რომ არ არის საჭირო ბავშვის ზედმეტი რაღაცეებით დასაჩუქრება. ეს არ არის საჭირო, ეს არ არის ჩემი სიტყვები. ნებისმიერი მილიარდერის ჩანაწერები რომ ნახოთ ან ინტერვიუ, გეტყვით, ჩემი თუ არ გჯერათ, მილიარდერებს დაუჯერეთ. იმიტომ კი არა, რომ ენანება. იმიტომ არა, რომ განსაკუთრებულობის კენ ბიძგი და აი ამ რჩეულობისკენ ასე ვთქვათ ტენდენციები ჩვენ ისედაც გვაქვს ყველას, იმიტომ რომ ეგოცენტრულები ვართ ყველა და პატარა ბავშვი განსაკუთრებით ეგოცენტრულია და გონია რომ მის გარშემო ტრიალებს ქვეყანა და ფსიქოანალიტიკოსები გვეტყვიან რომ
ბავშვი ესე იბადება და მე ნელ-ნელა კარგავს ამ ილუზიას, რომ სამყარო არის თვითონ და ყველა გარშემომის გარშემოტრიალებს. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა და რა აკეთებს ამას კარგი აღზრდა. კარგი აღზრდა გაკარგვინებს ამას, რომ შენ არ ახარ სამყაროს ცენტრი, რომ შენს გარეშე არიან კიდე სხვა ადამიანები და თანამედროვე აღზრდის სისტემა. ეხა ვიცი რომ წამოვა ჩემს მიმართ სერიოზული ქვები. თანამედროვე აღზრდის სისტემა არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ზრდის ნარცისს, რომელსაც არ დაუკარგავს, როგორც ჩემი სიტყვები არ არის, ეს ფსიქოანალიტიკოსები გვეტყვიან, ის თავისი ილუზია და თან კარგად არ დაუკარგავს. შეიძლება დაკარგო და ცუდად და ეგეც პათოლოგიაა. თანდათანობით და რბილად. აი ეს არის აღზრდის ხელოვნება. ეხლა აქ არა გვაქვს ჩვენ ამის დრო რომ ამებზე ვისაუბროთ. მაგრამ ფაქტია, რომ მშობელს უყურებს ბავშვი, როცა მშობლისთვის ბრენდი არ არის მნიშვნელოვანი და რაც უფრო დიდი სტატუსი გაქვს, უფრო არ არის მნიშვნელოვანი, ეს იცით როგორ მოქმედებს ბავშვზე. აი აქ იწყება მისი ასერტიულობა. დედა ჩემიც ესეა. მამა ჩემიც ესეა. ჩვენ სახლში ესეა. და მე ვეუბნები ჩემ შვილს, რომ იცი რა, მე არ მაინტერესებს შენი მეგობრის დედა და მამა რას ფიქრობენ. ჩვენ სახლში ესეა. ხომ მოგწონს ჩვენი სახლი, ხომ მოგწონს ჩვენი ურთიერთობები, ხომ მოგწონს ეს სიტუაცია. ჩვენ ასეთები ვართ. ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სხვებს აქვს სხვანაირი შეხედულებები. შენ უნდა სხვისი შეხედულებებით იცხოვრო? მაინტერესებს და ვიმსჯელოთ ამ თემაზე. სხვა რასაც ჩაგძახებს, იმითი უნდა იხემძღვანელო? შენი აზრი არ უნდა გაგაჩნდეს? ეს ბავშვობიდან ხდება. ასერტიულობა ჩამოყალიბებადი, მე არას თქმა ვისწავლე ძალიან გვიან. თან იმის გარეშე უკან რო ისენი მოყვება, ხო იცი? არა. აი ამის თქმა ძალიან ძნელია. უკან გამართლებები, არა იმიტომ რომ აი მე თვითონ ვისწავლე ძალიან გვიან. პატრონი რო არ ყავს, ბუნებრივია რომ გვიან სწავლობ, მაგრამ თუ ყავს პატრონი, ამას გასწავლიან ადრე. ოღონდ კი არ გეჩხუბებიან და კი არ გიკრძალავენ რაღაცებს. გეუბნებიან რომ ჩვენ მე მაქვს ჩემი აზრი, შენ გაგშენ ჩვენ სახლში ესეა, ესეთი წესებია. და ეხლა გადავალ მეორე ამბავზე. ესეც აღზრდასთან არის დაკავშირებული, ცხადია ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალადობას ბუნებრივია და აი ამ დაცინვას, ჩაგვრას, ამებს ბავშვები TikTok-იდან იღებენ. იმიტაცია არის მთავარი სწავლის უნარი სკოლამდელი ასაკის ბავშვის და პირველი მეორე კლასის ასაკის ბავშვის. და ჩვენ რას ვხედავთ? აი გავრცელებული ემილია, კიდე რაღაცეები, იმის ყურება როგორ შეიძლება, როგორ ამცირებენ ადამიანები ერთმანეთს, რაზე იცინიან ადამიანები, რაზე დასცინიან ერთმანეთს, როგორ აუფასურებენ ადამიანები ერთმანეთს. ამას ვასწავლით ჩვენ შვილებს. მე გვიკვირს სკოლაში, რატოა ძალადობა, ბულინგი მოდაში ხოა ეს სიტყვა, ჩაგვრა. ისეთ მივჩაგრავთ ყველას, რომ უკან არც მოვიხედებით და ვერც ვაცნობიერებთ, რომ ერთმანეთს ვჩაგრავთ ყველა და ვძალადობთ. ესეთი ქვეყანაა ეს. ხო და რა უშველეს ახლა ამას? სხვათა შორის ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ არ ვიციო რა ვქნაო, აი ვერაფრით ვერ წავაგლიჯე ხელიდან ეს გაჯეტები ჩემ შვილებს და მობილური. უნდა და ყველაფერი, ცადა, წესი, ისა, ეს და ხო და რა მითხრა? ქალბატონო სალომე, ეგრე არ არის. მშობელი რო გეუბნება მე ყველა წესი ვცადე, ეს არის ტყუილი. ბოლომდე რას ნიშნავს ცადე? ვერ გაუძელი ბოლომდე. ვერ გაუძელი შენ ამას. უნდა გაუძლო, სხვა გზა არ აქვს. თანმიმდევრულობა არის მთავარი აქ. წესი რო ირღვევა, იმას შედეგი მოყვება. ხვალ აღარ აქვს ტელეფონი. ან კიდე რაღაცა ეგეთი, არ ჩხუბი არ უნდა მაგას. ლაპარაკი არის სკინერი ჯანმრთელად იყოს ყოველთვის უბრალოდ უკვე გარდაცვლილია. ჩვეულებრივი ოპერანტული განპირობებულობაში. ქცევა
მტკიცდება შედეგით. და ჩვენ რას ვამტკიცებთ, აბა, ჩვენ საზოგადოებაში? რა შედეგი დგება ჩვენთან? რომ თუ რამდენს ვთქვია მშობელს ხო, რომ ეს საწყალი ბავშვი დაიჩაგრება, იმიტომ რომ თავს ვერ იცავს და მეორე ნახევარი გეუბნება, რომ დიახაც უნდა შეაგინოს, დიახაც უნდა ცემოს, დიახაც უნდა დაარტყოს, იმიტომ რომ დაჩაგრავენ. აი ეს არის ჩვენი რეალობა. და არასოდეს ჩაგვრელ შვილს მშობელი არ ამტყუნებს. არასოდეს. აი ხა გადავედით უფრო ფართო იმაზე, მაგრამ ეს მოდის, ეს არის კავშირში TikTok-ებთან, აი ამ rilsებთან, ამ საშინელ უხეშ ვითომ სასაცილო რაღაცეებთან, აი ხა რო აცხადებენ ხოლმე სკოლებში, აი მოხდა საშინელი ჩაგვრა, მოხდა საიდან იციან ეგენი? TikTok-ებიდან. საიდან იციან და ჩვენ ვეძახით, მე კი არ ვეძახი, მეცნიერები ეძახიან TikTok-ის twins. მაგრამ ჩაგვრა ხო ყოველთვის იყო, ეხა სკოლებში. ჩემ სკოლაში რო ჩაგვრა იყო, ჩემ კლასში, ეგეთი ჩაგვრა არავის არ დაესიზმრება. მაგრამ რა იყო განსხვავებული? განსხვავებული იყო, რომ ჩვენ ვიგონებდით მაგეებს და ბავშვები ყოველთვის არიან მიდრეკილი სისასტიკისადმი. ჩარჩო ჭირდებათ. მე რომ ახსენდება ეხა ჩემი ბავშვობა, მე არ ვიყავი რბილი ბავშვი. შემელო მიმეჩაგრა ვიღაცა, იმიტომ რომ ძლიერი ბავშვი ვიყავი. და მშობლის უკავშირი იყო მნიშვნელოვანი იმაში, რადაც ჩამოვყალიბდი. ეხაც მაგ ტენდენციები ხოლმე. მაგრამ ბავშვი პლასტელინივით არის და აქ მიდრეკილებები გენეტიკური თანდაყოლილი კონსტიტუცია იმას ვერ შეცვლი, ჩვენ ვერ გადავაკეთებთ ბავშვს, მაგრამ პლუსებად შეიძლება აქციო ბევრი სხვადასხვა მინუსი. და როცა შენ შვილს არ ამტყუნებ და ამტყუნებ სხვის შვილს, იქ დამთავრებულია ყველაფერი. არც მეორე უკიდურესობაა. უკეთესი ყველაფერი ჩემი გულის ბრალიაო რო იძახი, მაგრამ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, აი ეს ეხა გადავედით ჩვენ სხვაგან, მაგრამ ის რომ მარტო იმიტომ უნდა დავადოთ წესი ჩვენ აი ამ მოხმარებას ტელეფონის თუ iPad-ის და ამიტომ უნდა ვაკონტროლოთ ის შინაარსები, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია და სახლში ეს შესაძლებელია სრულიად თავისუფლად. ეს არის ერთი მხარე, იმიტომ რომ ეს რეალურად ემოციურ სფეროს აზიანებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, აღმასრულებელ ფუნქციებს, რაც არის მთავარი, ხო, მუშამეხსიერება, ეს დაგეგმა, ორგანიზება, დროის მენეჯმენტი, არ უვარგა, ყველაფერი უნდა შეახსენო და შეიძლება აქ ADHD, მაგრამ შეიძლება არა. როგორც თქვი. ხო, და ამისი გარჩევა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ხოლმე დეტოქსიკაცია. ეს ერთი და მეორე, ბავშვი უნდა გაიზარდოს ასერტიულ არსებად, ანუ ადამიანად, რომელსაც აქვს მკაფიო ღირებულებები, მკაფიო. სერი კი არა დღეს როგორც არის პოსტმოდერნისტულ სამყაროში, რომ აი სერია რა ყველაფერი, ნუ კარგიც არის და ცუდიც, ერთი და იგივე რაღაცა, როგორ არის ეს შესაძლებელი? მხარეები შეიძლება კონდეს სხვადასხვა. ხო და ამიტომ ეს იმას უნდა მივაჩვიოთ. ეს ეხება არა მარტო დაუშვათ ტელეფონს, ეს ეხება ჩაცმას, ეს ეხება სხვა რაღაცებს. თავი არ გაიუფასუროს ადამიანმა თავი იმის გამო, რომ ანუ სტატუსი არის იგივეობრივი მატერიის. ეს ჩვეულებრივი კონსუმერული, ანუ მომხმარებლური სამყაროს თვისებაა, ეს თავის დროზე სხვებმაც აღწერეს ძალიან კარგად და ეს არ არის ჩემი აღმოჩენა, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, აი ესეთი მოხმარების, გამოყენების მეტი და მეტი მოხმარება. ხო, მეტი და მეტი. ხო და ამას ჩარჩო თუ არ ექნა და აი ეს იმპულსი თუ არ იქნა, ასე ვთქვათ, დარეგულირებული, უბედური იქნებთ. რატო არიან უბედურები? აბა ბედნიერი ბავშვმა მითხრათ, ერთმანეთს არა ვარ ბედ, რატო მეთქი? არ გიხარია მეთქი? არა, არაფერი არ მიხარია, ყველაფერი მაკო. ანუ აი ეს ფანტაზია, წარმოსახვა, სიხარული, ამას ყველაფერს ახშობს ეს დიდი რაოდენობით გამო. ეხლა პლუსი რა არის? პლუსები ბევრი აქვს. აღარ მოვყვები ხა ამ პლუსებზე თქვენ დროს არ წაგართმევთ. ძალიან ბევრი პლუსი აქვს. ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით. უბრალოდ აი ეს ფორმულა უნდა გვახსოვდეს. არ უნდა ჩაგინაცვლოს შენი ინტელექტი.
არ უნდა ჩაუნაცვლოს შენ შვილს ენა, კომუნიკაცია, მოძრაობა. აი ეს არის მთავარი. და ბოლოს მინდა გკითხო, აი რა ხდება, როდესაც 16-17 წლის შვილი, აი მშობელი უყურებს, რომ უკვე ძალიან მძიმედ არის საქმე და მართლა ამ Roblox-ის და თამაშის მეტი არაფერი არ აინტერესებს. აი ეს კიდე ცალკე საკითხია. სალომე, ეს არის კიდე ცალკე საკითხი. ჩემი საყვარელი ერთ-ერთი ფსიქოთერაპევტი გაბორ მატეიძახის, რომ დამოკიდებულება არის ტრავმის შედეგი. ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად. ნეიროქიმია, მაგრამ ტრავმული გამოცდილების შედეგი. ეს მისი პოზიციაა და რაღაცა თვალსაზრისით ვიზიარებ ხოლმე ამას გარკვეულ სიტუაციებში, შემთხვევებში. რა არის, აი ჩემ თავზეც რო ავიღო ეხა, ხო, რა არის ამ პლატფორმაზე შესვლა და იქ თამაში? რეალობას გავიწყებს. შენ გავიწყებს შენ რეალობას, შენ არარაობას, შენ დაბალთვით შეფასებას, შენ რა ვიცი, აუსრულებელ რაღაცებს, ოცნებებს, რომელიც არასწორად იყო შენში ჩადებული. იმიტომ რომ შენ ხო სულ გიძახიან, რომ ხო დიდო მნათობო, რა გენიოსი ხარ, აჭკვი, რატო უძახი, რატო? ან ლამაზო არ არის კარგი ამების ძახება, იმიტომ რომ მე კონტრასტული ილუზია ემართება ამ ბავშვს. შესაბამისად, ეს არის გაქცევის ძალიან კაი საშუალება, ჩემზე კარგად ეგ არავინ არ იცის. აღარ გინდა არაფერი, აი იმაში რომ შეხვა, მორჩა. ეხა დამოკიდებულება მაინც აი რასაც ვეძახით ჩვენ დამოკიდებულებას, აი addiction-ი, ადიქცია, რასაც ქვია. არც არის ეს დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში სხვათა შორის უფრთხიან ეკრანებზე და гаджеტებზე დამოკიდებულებას, იმიტომ რომ ეკრანი და ის თავისთავად ეხა და რა ჭიქა და რა ეგ, ხო? თავისთავად არ თვლიან, რომ ეს არის სწორი სიტყვათ შეთანხმება, უფრო არის თამაშ დამოკიდებულება შევიდა უკვე დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში და მე მგონი ჭარბად გამოყენება თუ რაღაცა ეგეთი ესეთი დილობიანი ფრაზებია, მაგრამ ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ ის გიცვლის ყველაფერს. ხო, ვერაფერი ვერ გადააჭარბებს მაგას. ჩემი მასწავლებელი ზეიგარნიკი იძახდა, ის იყო კურტ ლევინის მოსწავლე. ის იძახდა, რომ აი ეს დამოკიდებულება ზოგადად არ აქვს მნიშვნელოვანი ადამიანზე, მნიშვნელობა წამალზე, რავი, ნებისმიერ თამაშზე, ყველაფერ ადამიანზე დამოკიდებულება სხვათა შორის. ეს არისო მოტივის მიზანზე ჩაცურება, ანუ ჩვენ სხვა მოტივი გვაქვს და სხვა მიზანი გვაქვს და ნელ-ნელა ეს მოტივი მიზნად იქცევა. ანუ შენ გაქვს მარტო ეს მიზანი. დავიწროებული გაქვს ცნობიერება, იმიტომ რომ ამაში კარგად ახარ. და ყველა სხვა ტკივილს იწვევს. და ეს ახლა სამკურნალოა. აქამდე არ უნდა მივიდეთ. და როცა მივიდეთ, ეს არის ჩვეულებრივად უნდა მივიდეს ფსიქოთერაპევტთან, ვინც მუშაობს დამოკიდებულებებზე, ტრავმაზე. ეს არის სამკურნალო. კი. ანუ ამ რეკომენდაციას გასცემ იმ მშობლებისთვის, შვილებს აი ეს 24 საათი არაფერი აღარ უნდა, როცა არის მარტო შიგნით ჩართული, აღარც მეგობარი, აღარც შეყვარებული, როცა დასრული ხარ, აღარც არავინ. ანუ შენი ფოკუსი არის მარტო ამაზე. იმიტომ რომ სხვა არაფერი იმ ტკივილებს არ გიყურჩებს. და სხვა ინტერესებიც არა. და ინტერესიც გაქრა. ხო. ამიტომ ამას ჭირდება მკურნალობა, სერიოზული. არის ჩვენთან ცენტრები, კარგი დამოკიდებულებასთან, ვინც დამოკიდებულებას ვინც მკურნალობენ და შეიძლება ამ ცენტრებისთვის, რომლებიც ყველან არის დამოკიდებულებას მკურნალობენ და შეიძლება მიაკითხონ, მაგრამ აქამდე საქმე არ უნდა მივიდეს. ნუ არ უნდა მივიდეს, მაგრამ როგორც წესი მშობლები ძალიან გვიან გამოიხედავენ ხოლმე თვალებს. ჩვენ ვანაცვლებთ ჩვენ ურთიერთობას, მოძრაობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ენას, მეტყველებას და კომუნიკაციას ვანაცვლებთ ამითი. თამრიკო, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. აი ბოლოს რა შეიძლება ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს?
ისეთი, რაც არის, შენ კი ამბობ, რომ ამ თემაზე ბევრჯერ გისაუბრია, მაგრამ აი რა არის ისეთი, რასაც არ მოусმენს, რა თითქოს გადასქროლავს, აი რო ეხება რა მის გულს, რო იცის გულის სიღრმეში რომ რაღაცას არასწორად აკეთებს. ორი რაღაცაა. ერთი რომ მე არ ვიცი რის გამო ეს ესე იგი სიამოვნებას და ბედნიერებას განიჭებს ეს ნივთი. და როცა ეჩვევი ამ სწრაფ სიამოვნებას და ამ სწრაფ ყველაფერს კარგავ. აი შაგრენის ტყავივით არის. ნახე? და ეს არაფრით არ უნდა დაუშვა. ამას თუ დაუშვი, იქ უკვე მორჩენი, იქ უკვე მერე უკვე უნდა იმკურნალო. და მეორე, არ უნდა ჩაანაცვლო შენი თავი ამითი. ბავშვთან მიმართებაში. არ უნდა ჩაანაცვლო, როგორც გინდა ისე მოიქეცი. ოღონდ ამით არ ჩაანაცვლო. და აქ უკვე პრეტენზია მაქვს სახელმწიფოსთან. რა არის ეგეთი დოპამინის ამოფრქვეველი? აი შენ მე მკითხე, რომ შენო რითი შვები ამასო. კი ბატონო, სპორტი, სად არის სპორტული უფასო მოედნები ბავშვებისთვის? სად არის პროსპორტული, თუნდაც მცირე ფასიანი ბიუჯეტური სექციები ბავშვებისთვის? სად არის? სად? ეს არის ერთადერთი პრევენცია, ეს ეხება უკვე სახელმწიფოს. ერთადერთი პრევენცია და ხსნა მომავალი თაობის. არის ეს, რომ შენ გაქვს დაბალბიუჯეტიანი, კარგი ხარისხის, სპორტული, გამაჯანსაღებელი, ისეთი კი არა ქაღალდზეროა. გამაჯანსაღებელი და ძალიან კარგი კულტურის და განათლების ესეთი არაფორმალური განათლების ცენტრები, აი როგორც პიონერთა სასახლეა, მაგრამ ის არის ერთი. და ის ერთია და მოყვება ის ძველი, ასე ვთქვათ, სისტემა და სტრუქტურა. თანამედროვეებიც უნდა იყოს. ბევრი უნდა იყოს, ბევრი პიონერთა სასახლე. ბევრი. ესე იგი სპორტი და კულტურა, ხელოვნება. კულტურა, ხელოვნება, რომელიც ანაცვლებს ამ აღმაფრენას, რომელიც შენ გაქვს ამ უსულო ნივთიდან, მშვენიერების შეგრძნება რა არის? აღარ იცის ჩვენმა ბავშვებმა, აღარ იციან, იმიტომ რომ იმ საშინელ მახინჯ მულტფილმებს უყურებენ, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ. ეს არის სიმახინჯის ესთეტიკა, ესე ვეძახი მე. და ეგრეა. მშვენიერებისგან დოპამინი გეწევა მაღლა. კარგ მუსიკას რომ მოусმენ, კარგ რაღაცეებს რომ ნახავ. ესთეტიკური მოთხოვნილება მასლოუს მოთხოვნილებების იერარქიაშია, ხო და აბა რითი უნდა ჩაანაცვლო. და ეს უკვე სახელმწიფოს ეხება, ეს უნდა ჩარჩო უნდა შექმნა შენ ისეთი, რომ აღარ მოგინდეს შენ რამეზე დამოკიდებულება გარდა ამეებისა. დოპამინი ისედაც გეფქვევა და აქსაც გეფქვევა ეხა დოპამინი. ეკრანზე რა? მარტო ეკრანზე. ეკრანი თავშესაფარია შენი. ვიღაცისთვის წამალია თავშესაფარი, თავი მისი. და ესე არ უნდა იყოს. ეს ეხა მარტო ჩვენი პრობლემა კი არ არის. მაგრამ რატო ვერ გავიგე 3,5 მილიონი ადამიანს შეუძლია რომ სხვანაირად იცხოვროს? ეხლა რაღაცა ლოზუნგებში გადავარდი. არა, მე მგონი ძალიან საინტერესო იყო. ხო, იმიტომ რომ ეს ჩარჩო უნდა შეიქმნას ამის, მშობელი მარტო ამას ვერ გააკეთებს. მშობელმა შეიძლება ასერტიულობა ასწავლოს თავის შვილს. შეიძლება აღზარდოს. მაგრამ ვისაც შესაძლებლობა არ აქვს, გამოდის გარეთ და ყველა თანაბარი შესაძლებლობის არ არის ჩვენ საზოგადოებაში. ძალიან დიფერენცირებული საზოგადოებაა და რა ქნას იმ ადამიანმა, ვინცაც ამის შესაძლებლობა არ აქვს. ტელეფონის შესაძლებლობა აქვს და წამლისად სხვათა შორის. ხო, მაგრამ ამისი არა. იმიტომ რომ ეს ძვირია. აბა მიდი ჩოგბურთის 1 საათი იქირავე, რამდენს გადაიხდი? ძალიან ძვირია. ცურვაზე შედი აბონემენტი აიღე, ძალიან ძვირია. ოჯახისთვის, სადაც 2 ბავშვია, ეს არის შეუძლებელი. ეხლა გადავედით სოციალურ პრობლემებზე. ანუ აი ეს ადიქცია ამისი და ზოგადად ესეთი მავნე გამოყენება არის სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული. და ჩვენ ესე გვირჩევნია ხა რატომაც არა. აგერ მიწეპებულია ბავში, მიწეპებულია დიდი და ყველა ვართ კმაყოფილი. და შედეგი არის ძალიან მძიმე.
ხო, ეს მე მგონი კიდე სოციალური პრობლემა ხო, ძალიან გავიჩერეთ, მაგრამ მიზეზებზე კი არა, პრევენციაზე თუ ჩვენ ვისაუბრებთ და ჩარჩოზე, ეს უკვე სახელმწიფოს პრეროგატივაა და ძალიან ვისურვებდი და ამის შესაძლებლობა დღეს სახელმწიფოს აქვს. მას შეუძლია, რომ გაიღოს თანხები და ვერავინ ვერ იტყვის, რომ თანხა არ აქვს. იმისთვის რომ და იქმნება კიდეც რაღაც 1-2 ვიცი მე რომ რაღაც ესეთი სპორტული მგონი გლდანში ცენტრი შეიქმნა, მაგრამ ეს უნდა იყოს რეალური. ეს არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს რეალურად მუშაობდეს, ეს არ უნდა იყოს ქაღალდზე. ადამიანები უნდა ამოწმებდნენ ამის ხარისხს და იყვნენ ბედნიერები ამ სერვისის გამოყენებით. და უნდა იყოს ყველა უბანში. და უნდა იყოს ყველგან და განსაკუთრებით რეგიონებში. ხო, ეს კიდე ცალკე თემაა. მე მგონი ჩვენ ამ თემას განვაგრძელოთ შემდეგ პოდკასტში. დაკავშირებულია ერთმანეთთან. მე შორსა ვარ იმისგან, რომ ეს ვიწრო ფსიქოლოგიური კუთხით ვუყურო, ხო, ამას. იმიტომ რომ ტვინი ისეთი რაღაცა გარემოს პროდუქტია, ტვინი, მეგობრებო. კი არის გენეტიკურად განპირობებული, მაგრამ შუბლი არის სუფთა გარემოს პროდუქტი. შუბლი არის ერთადერთი სისტემა ტვინის, რომელიც აღზრდის და გარემოს შედეგია. ისე არა. თავის დარბაზს არ შვება. და კევერტ ესე უშუბლოთ. მთელი საზოგადოება, ხო? რა კარგი დასასრულია. ეხლა მოდი ცოტა უფრო ისე კარგად დავასრულოთ, ალბათ ჯობია, ხო? ხო, რაღაც ოპტიმისტურად. მე მაინც მჯერა, რომ თუ ჩვენ 10 კვადრატ სანტიმეტრზე მოვინდომებთ, ყოველთვის ყველაფერი გამოდის. ეს არის ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება. წვალებით, ძიმეთ, მაგრამ მაინც გამოდის. ასე რომ ყველამ ჩვენ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩვენ რეცადოთ. და რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, აი ჩვენ 10 კვადრატში და თუნდაც 10 სანტიმეტრ კვადრატში. ეს არის ძალიან დიდი წვლილი საზოგადოებაში. არ უნდა მივიწიოთ ხვის 10 კვადრატზე. შენ 10 კვადრატზე რა პასუხისმგებლობაც გაქვს, იმას გულმოდგინედ გააკეთებ. და იმას აკეთებ გულით. პატიოსნად და წესიერად. ხო და ესე რომ გავაკეთოთ, დაწყებული აი ამ ჩვენი საკითხით, ხო? ეს ეგ არის. აქედან იწყება, ხო, რომ ჩემ სახლში მაქვს მე პირადი ჰიგიენა, თუ ვიშვერ ხელებს აქეთ იქით. ანუ ვაკეთებ ამას. სკოლაში გაუშვი ბავშვი, იქ მე ვიცავ ამ ჩემი შვილის უფლებებს უკომპრომისოდ, ჩხუბის გარეშე ცხადია, ასევე ასერტიულად, რომ ჩემ შვილს აქვს უფლება, რომ არ კონდეს ტელეფონი იქ და შესაბამისად არ უნდა დაჩაგრონ ამის გამო. ვანათლებ იმ საზოგადოებას, ცალია ამისთვის მოვიცალე? მე არ დამოვიწყდება შემთხვევად, ეხლა ამას ესე დავამთავრებ. ჩემი პროფესიის გამო დიდი ხანი მქონდა შეხება ეპილეფსიასთან მე. და ერთი ქალბატონია ესეთი, სუზანუსისკინი, ინგლისელია, ძალიან კარგი სპეციალისტი და თვითონ აქვს ეპილეფსია. და თან მედიკამენტოზური მკურნალობაზე კი არის, მაგრამ ისეთი უკონტროლო ეპილეფსია აქვს რა, თვითონ სპეციალისტი წარმოიდგინეთ. 2 შვილი ყავს ამ ქალბატონს. როგორია ბავშვებისთვის, როცა დედაშენი შუა მოლში შეიძლება ესეთ მდგომარეობაში ჩავარდეს და მაშინ იქ ბავშვები არ იყვნენ და თვითონ ყვება ამ ისტორიას, რომ მოლში შევედიო და დამემართაო რა, უკვე გამოვედი მდგომარეობიდან, გარშემო ხალხი დახვეული და ფიქრობენ, რომ მე ვარ ნასვამი. და არიციან არაფერი, მოკლედ ძალიან დაამცირეს, მოკლედ რაღაცა, სანამ მე ესაზე არ მოვიდა და ითხოვა რომ გამოიძახეთ, არ დაეზარა მეორე დღეს მივიდა დაკავებული ქალი, პროფესორი. მივიდა ამ მოლში, შეკრიბა ეს ხალხი და ჩაუტარა საგანმანათლებლო ლექცია იმაზე, რომ ქუჩაში დავარდნილ ადამიანს რო იპოვით, აუცილებლად ბომჟი არ არის. ეს იმიტომ მოვყევი, რომ ჩვენგან იწყება. ჩვენგან. ჩვენ არ უნდა დაგვეზაროს ადამიანების განათლება, დარწმუნება, ჩხუბის გარეშე. ასერტიულად. ასერტიულად.
ძალიან დიდი მადლობა თამრიკო. როგორც ყოველთვის აი ძალიან საინტერესო და სიღრმისეული საუბარი გამოგვივიდა და ჩვენ შენ კიდევ მადლობა, შევხვდებით. კარგი კითხვებისთვის. მადლობა მაყურებლებსაც, ვინც ბოლომდე გვისმინა და თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარება არ დაგავიწყდეთ ვიდეოს ქვემოთ კომენტარების სექციაში და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებთ. მადლობა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით.